როგორ ახალ ბიჭებო? კარგად გილოცავთ ბიჭებო. მიანრობაო დადგა. გილოცავ მართლა თოკო. ნიკა. ხო. რა სიტყვი განვინწაზე? მე ბევრი რაღაც დამამახსოვრდა, ბევრი კარგი საქმეს გავაკეთეთ წელს, მაგრამ ერთი განსაკუთრებულია, რომელიც ჯერ არ იცით, მაგრამ ეხა მოგიყვებით აი ამ საოცარი ბუხრის და თოვლის ბაბუს ამას რო შემოვივლი ფონზე. სანამ ბიჭებო ამბობს მოგიყვებით, მოდი ერთხელ ჩვენს წარმოდგენას ბეთლავის დიდი მადლობა უთხრათ იმისთვის, რომ გვარდგენს ამდენი ხნის განმავლობაში. მოკლედ საახალწლო ძალიან მინდოდა რომ ისეთი ადამიანები გამეხარებინა, რომლებსაც ემოციების გადმოცემა ყველაზე მაგრად შეუძლიათ და ესენი არიან ბავშვები, რა თქმა უნდა. შესაბამისად, მე ვიცნობდი ერთ ძალიან მაგარ ადამიანს, შაკოს, რომელიც მარკეტინგში, უბანში, უბნის სტადიონზე ავარჯიშებს ბიჭებს, პატარა ბავშვებს. მივედი გენაცვალეთ, რამდენი ხარ ბიჭო? რამდენი ხარ? გადავწყვიტე რომ ეს ბავშვები გამეხარებინა. ჩვენ გუნდს გაუმარ! შაკოსთვის პატივისცემა კიდევ ერთხელ დამიფიქსირებინა. ცალკეც გითხარით და ეხლაც გეტყვი. ძალიან დიდი მადლობას იმისთვის, რომ ჩანსახი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელს უწყობ ბავშვებში და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ რა და. აი, დიდი მადლობა. როდესაც ჩემი შვილი გახდა 7 წლის, გადავწყვიტე რომ ბავშვთა საფეხბურთო კლუბი შემექმნა. თან ამ ყველაფერს აკეთებს თავისი სახებით, ანუ ყველაფერი თვითონ იყიდა, რაც საჭირო იყო. გუნდს ქვია ძმები რა, იმიტომ რომ ეს შაკო ბიჭებს ასწავლის ფეხბურთთან ერთად ძმობას, მეგობრობას, ადამიანობას. ახლა სტორი ქონია ამ. იგი ძალიან მაგარი კაცია მართლა და ყოფილიყო ძმური გარემო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სახელით სწორედ ამიტომ შევარჩიეთ, დიახ, ძმები დავარქვი. დიდი სიყვარული გააჩინათ ერთმანეთის და ზოგადად ფეხბურთის მიმართ. რამდენი ბავშვია გუნდში? ეხლა 12 ბიჭი ვარჯიშობს ამ ეტაპზე ჩვენს გუნდში. ყოველდღიურად მოდიან თითქმის სურველები, რომ დავამატოთ ფეხბურთელები, მაგრამ სამწუხაროდ მეტის დამატება ვერ ხერხდება მოედნის სინცერის გამო. გასაგებია. იმისთვის რომ мотиваცია მიცემოდათ, რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. პატარა საჩუქრები მოგიტანეთ, რომელიც აგეხმარებათ თქვენი ვარჯიში უფრო პროფესიონალური გახდეს და უფრო მაგრები გამოხვიდეთ და მე გვასახელოთ და რავი არ დაგვივიწყოთ რა. პატარაში ბიჭებო, პატარაში. ცოტა პატარა წლი ჩვენს გვექნება მიღებული ამაში. ამ ბიჭებს ეხა ეს ფორმები მოუძველდათ, განახლება ჭირდება და ასე შემდეგ და გადავწყვიტე რომ ეს ბავშვები გამეხარებინა. ეს ყველა ინვენტარი მეყიდა, რაც საჭირო იყო საერთოდ, აი ყველაფერი. საათითაოდ ყველასთვის გვაქვს ახალ-ახალი ბუცები, შეპოვკები. ოღონდ ერთი წამით. ყველას მშობილს გამოვართვით თქვენი ფეხის ზომა და ვიცით ვის რა ზომა გაქვთ. ამიტომ ვიცოდეთ რომ ყველა ზომა არის აქ და გრიფსოკები ყველასთვის. მოკლედ ესენი გამოვართვით და მე გაინაწილეთ. ჩვენი სანდა. აგიმზადეთ ახალ-ახალი სავარჯიშო ფორმები და სპეციალურად ჩვენი იმითი ჰანგრიმენით ესეთი და ყველასთვის იქნება გზელსახელოებიანი. მეკარესთვის რა თქმა უნდა, სად არის მეკარე? ეს არის შენთვის, ცალკე. დორიცალი ხელთათმანი ახალ-ახალი. ეს იმისთვის რომ მეორე მეკარე წაიყვანოთ კიდევ. აუცილებელი. შაკლავი ხანდა. და რა თავარია ბიჭებს ძალიან დიდი мотиваცია მიეცათ იმისთვის რომ უფრო მაგრად გააკეთონ თავიანთი საქმე. აბა რა იქნებოდა მაგარი საქმე გააკეთონ. და შევხვდი რომ მეთქი ბიჭებო ჩემპიონები რო გახდებით, შემდეგ წელს თქვენთან მოვალთ მეთქი სამივე და თქვენ თამაშს ჩაუჯდებით მეთქი გიგულ შემოწყროს სტადიონიდან. შენ ყოფილიყარ პატარა კაცუნია რა. ამას ქონია 2022. კიდე ერთი პატარა ჩელენჯიც ჩავატარე და გამარჯვებულ ძალიან მაგარი საჩუქარი გადავეცე ერთ-ერთ და ხო ვიცით crossbar challenge ყველა. ანუ ძელს უნდა გავარტყათ ბურთი. ვინც ყველაზე მეტჯერ გაარტყამს, ის მიიღებს პატარა საჩუქარს ჩემგან რა. სათხარ? დიახ. დავე დავიწყეთ მე. აბა, ზედაძელი. აბა ნიკოლოს. ახ, არაუშავ. აი, ცოტა დაგაკდა. აბა ლუკინიო. აი. გვერდით აშტანგა. ეგ არის. მოხდა კი.
მაღალი. ორი გადავიდა შემდეგ იმაზე. დავიდა. ოჯახ ზაბა. აბა საბა გაიტანიგებ. ოჯახ. მიულოცე ანდრია, მიულოცე. გამარჯობა საგადაეც. აი, crossbar challenge-ში საბამ გაიმარჯვა, გილოცავ და ახლა შენ ჩვენგან ეს პატარა საჩუქარი და შეგიძლია ნახო რა არის. არ მოგერიდოს. აი, ეს არის ახალ-ახალი AirPod-ები და გილოცავ. წარ. ოჩა, მაგარი ხარ. და სამაგეროთ ამივიღე, იცი? ბავშვებმა ბურთები დამიშინეს. ხო. აი ესე. აბა მაშინ სიკეთეს გაუმარჯოს რა და ადამიანის კეთილ გულებს გაუმარჯოს. ნიკას თამადობით ყველა კეთილ ადამიანს გავა. ხო. მეგობრებო 24-ის გაცილებასთან ერთად აუცილებელია რომ კარგად გამოვყოთ ჩვენი მხარდაჭერი კომპანია BetLive.com, რომელიც საშუალებითაც ვახერხებთ ის, რომ ჩვენ სიკეთეები ვაკეთოთ. ერთი გადავიღოთ მაღალი ხარისხის ვიდეოები და შევძლოთ მაღალი ხარისხის YouTube-ის გაკეთება საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა წარდგენისთვის და გვარდგენთ ამდენი ხანია. სხვათა შორის მე ვიცი რომ შენც არანაკლები კაი გული გაქვს უკვე ზოგადად. მე მაქვს გული კარგი, მაგრამ აქვს ქვის. ეს უნდა ნიშნავს. მე ცოტა სხვანაირად გადავწყვიტე ეგ საკითხი. ხო. სადღაც ვარკეთილის ტერიტორიაზე ჩემი მეგობარი ცხოვრობს და ბოლო პერიოდში მომიწია გადაკვეთა. და აი ამ კორპუსის გვერდზე სადაც ეს ბიჭი ცხოვრობს, მიმდინარეობს მშენებლობა რა. ხო და რამდენჯერმე აი ამ მშენებლებთან ხელოსნებთან რაღაც საუბარი მქონდა. გულთან ახლოს მოვიდა მაგათი ისტორია იმ კუთხით, რომ რა გრაფიკით მუშაობენ, მომიყვნენ სიცივე, დარი, ავდარი, გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და ერთ-ერთ დღეს მოკლედ გადავწყვიტე აი ამ ხელოსნებისთვის და მშენებლებისთვის ერთი დღე გამეხალისებინა ასე ვთქვათ და მინდოდა რომ ორიგინალურად სტუმრებოდი აი ამ ადამიანებს. რა მოვიფიქრე? აი ეხლა ჩემი აზრით დაიხურა. დამცავი დავიხურე. ჟილეტი მოიცვი. ჟილეტის მოვიცვი. მაგრამ აი როგორ მივედი აბა? ლიმუზინით. არა. ფეხით? მე ვიცი. არა. ცემენტის დამგურგულავებლით. არა. ვერ მივხვდი. არის ესეთი დანადგარი მანქანა თურნიკე, რომელსაც ქვია ამწე, რომელშიც შეიძლება მოთავსდე და აიზიდო ზევით. მოკლედ ავდივართ, მეგონე, ფუს. ავაკითხე ზევით. ბიჭებო! გამარჯობა. 5 საათია მეგონი თქვენი სამუშაო დღე ამოიწურა, ხო? სანამ წახვალთ ქვევით რო შეგხვდეთ შეიძლება? რაღაც პატარა ამბავი მაქვს რა. სამუშაოს დასრულების შემდეგ დავაპატიჟე პირველ სართულზე. ჯიგრები ხართ. ჩავალ მაშინ და ქვევით გელოდები. გაიხარეთ. და ეხა არ მქონდა ნაშები მიუყვანი, ეხა არ გამარჯვა. არ მithქვამს რე, ნაშები არ მიუყვანი. ნაშები უნდა გეზიდა, მე მან ჭამე. ამ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, როდესაც ჩამოვიდნენ. ისინი ჩამოიზიდნენ? არა, ისინი ჩამოვიდნენ. შეგენაცვალე ჯიგარო. პატარა სუფრა დავახვედრეთ, ასე ვთქვათ. გამარჯობა. უგა. შემოუშხედით ამ სუფრას და ერთი ლამაზი საღამო გავატარეთ ერთად. აუ რა კაცი ხარ ეს სუფრა მენიუში აქვს. კაცი ადაჯდა. ოლივიე იყო. ბიჭო რაღაცა გოჭი გაგეშალა ოლივიეს კაცი ხარ. ვადი ხინკალი. სამარხო გაშალა. აში გადაჟმოტა მაინც. სამარხო გაშალა რაჟმოტია. გავარკვიე წინასწარ პრარაბთანო 3 კაცი იყო მარხვაზე. არჯერა. გვინო, ყველი, პიტრი, პამიდორი, რა ვიცი, რა ქართულ სუფრას აწვდე. ბოლოკი იყო, გოჭი არ იყო. გოჭი არ იყო. ხორცი არ იყო თქო გეუბ. არა, იყო მწვადი ყოფილა, ხინკალი ყოფილა. და ჩვენგან ბიჭებო, ჩემგან უფრო სწორად გადავეცი. პირველ რიგში მადლობა მართლა რომ რაღაცა ვინ არის ეს გიჟიო ზევით არ მითხარით და წინა საახალწლო ამბავს აგერ ერთად შევხვდებით, ასე ვთქვათ. ძალიან დიდ შრომას წერთ. ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ. ვაფასებ მთელი გულით და სულით. მოგილოცავთ თქვენს ნამდვილ ახალ წელს და პატარა საჩუქარი მინდა გაიკეთოთ. არის საახალწლო 500 ლარიანი ვაუჩერები მინდა რომ გადმოგხდეთ ყველას.
აბა ბედნიერს ახალ წელს გისურვებ და გაცნობას გაუმარჯოს. ენაცვალე ჩვენი გახარებისთვის, შენს გაიხარე შენ ოჯახში, იხარე და იმრავლე. Hungry-Man-ის 500 ლარიანი ვაუჩერები გადავეცი. ერთი ადამიანი გვაკლია ოღონდ აქ რა. ვინც იყვნენ მშენებლები და ჩვენი მძღოლი ვინც წინვალეთ ამწია და მართლა სანტიმეტრებში. მოკლედ ავდივართ ბატონი ალეკოც რად არის? აი ამ კაცის გარეშე მე თქვენთან ფიზიკურად ვერ ამოვაღწევდი 500 ლარი ვაუჩერი. ყველგან შეგიძლიათ გამოიყენოთ. ახალი წელი ყოფილიყოს ბედნიერი ჩვენი ოჯახებისთვის და თქვენთვის. გაიხარეთ. ბრავო გუგა, აი მართლა ძალიან დასაფასებელია, თან შენ დალევა ვიცი რომ მაგრამ ესე მარტივად კი არ იყო, ესე მარტივად კი არ მორჩა. რა უმუშავია? გარმონი გინდა, დოლი გინდა. ვიმღერეთ რაღაცა სიმბოლურად, მიულოცეთ ახალი წელი ერთმანეთს და ასე ძალიან ტკბილ ნოტაზე დავიშალეთ. მე მინდა პირველ რიგში აი ჩემს გუგას ესეთი გული რო აქვს. აი ესეთი ბიჭი რო აი მაგარი კაცი რო ამართლა. დაულოცოთ მართლა რა. პატარულად ვეცადე რა ნიკა ხომ ის მაგარიანში გავაკეთე. და ჩვენს ბიჭებს გაუმარჯოს, რომლებიც მართლაც რომ ამ საოცარ საქმეში იღებდნენ მონაწილეობას და ჩემთანაც იყვნენ, რა თქმა უნდა და ყველასთან იყვნენ და აი ბიჭებერთ გენაცვალეთ რა ვიცი რამ ხელა მადლი გადმოვა თქვენზე. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი ამ ახალ წელს, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და მოგვეცით სტიმული რომ უფრო მაგარი ვიდეოები შემოგთავაზოთ და დავიხარჯოთ მაქსიმალურად თქვენთვის ჩვენი გამომწერებისთვის. და პირველებმა იხილოთ ჩვენი ვიდეოები, ხო, ეს მნიშვნელოვანია და 20-25-ში 500,000 მე მგონი მიუგაკუნებთ. მიგაკაკუნებთ. მივალთ 500-ზე და ეს იქნება უდიდესი ციფრი ამ პატარა ქვეყანაში, მე მგონი. მეც გადავწყვიტე, რომ ერთი ახალგაზრდა გამეხარებინა. Hungry-Man-თან დაკავშირებული ყოფილიყო უფრო მეტად. გადავწყვიტე, რომ ის ისტორია შემეთავაზებინა მაყურებლისთვის და იმ ადამიანისთვის, რაც ჩვენ გავიარეთ დაახლოებით. და დავიწყე ახალგაზრდა მოყვარული იუთუბერების შერჩევა. უკვე მომწონს რომელიც ჩავთვალე რომ პერსპექტიულია, შეუძლია განვითარება და 9000-მდე გამომწერიც ყავდა. რა ქვია? It's cherry. It's cherry. It's cherry. მე არ ვიცი. იცი შე? არა. გადავწყვიტე რომ Hungry-Man-ი ყოფილიყო cherry-ის პირველი სპონსორი, რომელიც ნამდვილ შემოსავალს მიუტანდა. ავდექი, კოხტად ჩავიცვი და მივედი მის სახლთან. ისე მქონდა გაკეთებული, რომ ერთ-ერთი დამწყები იუთუბერი კოსტა გადაიღებდა ვიდეოს მის სახლში. ანუ არ იცოდა რომ შენ მიდიოდი. არ იცოდა. შუა პროცესში, ოდესაც კოსტა გამოვიდა, ავედი კართან და ვაკაკუნე. ვაა. შეიძლება მოვბრძანდით. როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ? კარგად. მელოდებოდი? არა, საერთოდ. პატარა საქმე მაქვს. დავსხედით მასთან, მაგიდასთან და 1-2 სიტყვა გავცვალე. როდესაც ვეძებდი იუთუბერებს და ვნახულობდი, ამოვარჩიე შენი არხი. იცი ამდენი შანსი იყო? 151-ში 1 და საკმაოდ თვალში მომხვდა. ანუ რა კონტენტი აქვს? რაც მისწორდება ძირითადად იმას ვიღებ რა, რასაც ვთვლი რომ ჩემთვის მოსახერხებელია და შესაძლებელია. ქართველმა იუთუბერებმა მიბიძგეს ძირითადად იმისკენ რომ YouTube-ი შემყარებოდა რა, იქ იყვნენ Geomainer, Nika TMG, მე გამოჩნდა Hungry-Man-ი. ოახ, შენ გინაცვალე, აი, სად ვიჩინე? და ეს იმდენ რაღაც ის განსხვავებული სტილის ვიდეოები იყო რა. რომ ანუ ჩამithრია ნახე და დამაინტერესა თავის. გინაცვალე. რომელი ვიდეო გადამახსოვდა ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ჩემო ლამაზონ გზავრო მაღალო თუ დაბა. ეს უკვე ცოდნას ამჟღავნებს. ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ, გავიცანი, სამუშაო სივრცე ვნახე. ეს არის შენი სამუშაო სივრცე, ესე იგი, ხო? რა კარგად ხარ მოწყობილი. ანუ, ბოდიში რა, როგორც მივხვდი, შენი მიზანი იყო, რომ ეს ბავშვი გაიცნო ფართო საზოგადოებას. ერთი, მეორე ის რომ ამ ბავშვისთვის мотиваცია მიმეცა, რა ფორმით ამაზეც გეტყვით. მინდოდა რომ შემერჩია ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს შრომა და რომელიც ფიქრობს, რომ YouTube-ზე უნდა გააგრძელოს თავის საქმიანობა და უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ 6 თვის განმავლობაში ყოველ თვე ჩვენ მოგცემთ სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით. აი, გადაო. და ეს ყველაფერი არ არის ეს შენ. მართლა თუ? არა, ტრენკი არ არის ტრენკი დაწვეული ხარ? მართლა ესე იქნება და გილოცავ. მადლობა.
დაიმსახურე. ანუ 6 თვის განმავლობაში Hungry-Man იქნება ჩერის სპონსორი? დიახაც. რაც გაეხმარება ანუ არხის განვითარებაში. მაგრამ ბიჭებო, ჩვენი ხარჯი აქ მთავრდება. აბა. მე მას მივეცი ჩელენჯი. ახლა ყავს 9000 გამომწერი. შენ თუ ახვალ 100000 გამომწერზე 6 თვის განმავლობაში, რაშიც ჩვენი გამომწერებიც დარწმუნებული ვარ მოგეხმარებიან, ამ შემთხვევაში იქნება ბევრად უფრო მაგარი საჩუქარი. რამდენი გამომწერი ყავს? 9000-მდე მიკლიათ 15. თქო, ჩვენს მაყურებელს რომ გამოიწეროს ჩერის არხი. დედას ვფიცავ ვარ, გულით მგონია რომ ვერ მიაღწევს, ვერა. ვერასოდეს? მე გულით მგონია, ერთ კვირაში 100000-ზე-აო. წარმატებები ჩერი, მე მჯერა რომ შენ 100000-ზე ახვალ და ჩვენი გამომწერები ამაში მოგეხმარებიან. მე მინდოდა რომ ეს ყველაფერი უფრო ოფიციალური სახით ყოფილიყო წარმოდგენილი და ამიტომ ეს სვლა ცოტა განსხვავებულად განვახორციელეთ. წავედით ახლა გადავიდეთ ოფიციალურ ნაწილზე და მოვაწეროთ ხელი. კი ბატონო. წამოდი. ჩერი ბატონი მოვიწვიეთ ჩვენს ოფისში, სადაც სპეციალურად მოწყობილ მაგიდაზე კონტრაქტი იყო განთავსებული, დავსხედით, მოვიტანეთ კალმისტარი. ხელი მოვაწერე, სადაც Hungry-Man-ის სახელი წავსდექი და მეორე მხარეს მოვაწერე ხელი ჩვენმა ჩერი ბატონმა. ასევე კონტრაქტის დასრულების შემდეგ და ხელის სტანდარტულად ჩამორთმევის შემდეგ ავიღე დიდად წინასწარ მომზადებული ჩეკი, რომელზეც იქაც მოვაწერა ხელი და ჩერი ბატონი მიაწერა. ხელმოუწერელი არ დატოვა არაფერი. არა, ერთი თორნიკეს ბრენდინგი არ ეშლება, რაც არ ეშლება. შეფუთვის მართლა ფუთავად უნდა გავუწევ. ასევე გადავეცი 100000 გამომწერიანი ის რო არის. ჩელენჯის ჯილდოც გადავეცი, ეს შეივსოს გრაფიკინელა და ამ ყველაფრის ჩელენჯის, ასე ვთქვათ, დიპლომი გადავეცი, რომელიც შესაძლებლობა და პოტენციალი და ძალიან დიდი პლატფორმა მივეცით. მივეცით, მისცა კი ბატონო, მისცა Hungry-Man-მა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში და ეგ არის საოცრება და ძალიან პირველ რიგში ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ეგეთი რაღაც გავაკეთოთ და იმედია ხალხი დააფასებს და ამ ბიჭს რომელიც მონდომებულია რომ რაღაც გააკეთოს, მივცეთ იმის საშუალება რომ განვითარდეს. მე ვიცოდი რომ მარკეტინგული სვლა შენი იქნებოდა ძალიან მაგარი. ოჩახტონი. მაგარი მადლობა ბიჭო. ბიჭო, ეს გული მე მგონი ეს პატარა რაც იყო იქ ცოტა ხონია გული რა. ხელაზე. ანუ უტოლდება ნელ-ნელა ხო მე მგონი ზომა. არა, ეს გული უკვე ხო, მაგრამ ახლა წეს ორივე ტოლი აქვს, მოდი ესე თქვა, რა დღეს იანვარია. გენაცვალე გუგა მაქსიმართლეში. შენ შემოგე. თოგო გაგიმარჯოს გენაცვალე. აბა, ბრავო ჯერ. აი ბიჭი ხარ და ყოჩახ კრეატივი შენ არ გეშლებოდა არასდროს, მაგრამ მე მაინც უკეთესად გამომივიდა. ყოჩახ თორნიკე. მოდი ბიჭებო, 2025 წელი წარმატებული ყოფილიყოს როგორც Hungry-Man-ისთვის, ასევე იმ პატარა ბიჭებისთვის და ბევრ წარმატებას მიაღწიოთ ფეხბურთში. ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მე ვესტუმრე და ძალიან კარგი ერთი დღე გავატარეთ ერთად. საბას თამადობით კიდე ყველა დამწყები YouTuber-ს გაუმარჯოს და წარმატება ჩერის, კი ბატონო და მოდი ამ ადამიანების თამადობით, მაშინ ყველა ქართველს უშუალოდ წარმატება 2025 წელი ყოფილიყოს ბევრად წარმატებული წელი მთელი საქართველოსთვის. მადლობა ბიჭებო, რომ ესეთი მაგარი ბიჭები ხართ და ესე კრეატიულად და მაგრად ჩახურეთ 20-20. ერთ ჩურჩხელად შემგან. ერთ სიტყვი რა. Hungry-Man-ის წევრებიდან ერთი მაინც თუ არ ვიყო, არაფერი არ შეიცვლებოდა. გაიხარეთ. ექიმთან ხარ შენ ისე.